ვაგრძელებთ 14-დღიან მარათონს, მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომყვებით და ჩემი მაყურებელი ხართ ამ გზაზე. აბა განვაგრძოთ ტექნიკების გაზიარება. დაიწყე გააზრებულად სეირნობა. სეირნობა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად გეხმარება, რომ უფრო მეტად დარჩი ამჟამინდელ მომენტში და ნაკლებად დაკარგო დრო ზედმეტ ფიქრში. ეს ხომ ნათელია, რადგან გარეთ ხარ და მოძრაობ, მეტად გიწევს დააკვირდე გარემოს. მეტად გაცნობიერებულად აკეთებ ყველაფერს, რომ არ წაბორძიგდე, ან რამეს არ დაეჯახო. და რა კავშირშია ეს ჩვენ საქმიანობასთან? მარტივად რომ ავხსნათ, ჩვენ შემოქმედებითად ვერ მუშაობთ და სიახლეებს ვერ ვნერგავთ ჩვენ საქმიანობაში, რადგან გონება დაბინდული გვაქვს შფოთვებითა და ზედმეტი ფიქრებით. ენერგიის ასამაღლებლად საჭიროა დაუბრუნდეთ შინაგანი შემოქმედებითობისა და მოტივაციის წყაროს. დამიჯერე მეტად გენიალური იდეების მოფიქრება, სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და მსგავსი აქტივობა გამოგივა, თუ ნეგატიურ აზრებს და შფოთვებს გაფანტავ. სეირნობა დაგაკავშირებს როგორც შინაგანი ენერგიის და მოტივაციის წყაროსთან, ასევე შემოქმედებითადაც გავაქტიურდებით. თავად შეამჩნევ, სეირნობისას მოგივა უკეთესი იდეები და აზრები. გაითვალისწინე, აქ საჭიროა ყურსასმენებისა და ზედმეტი დამატებითი ელემენტების გარეშე სეირნობა, რათა ბუნებასთან მოგიწიოს მაქსიმალური კავშირის აღდგენა. იპოვე შენი მიზეზი. სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ხანდახან თავს ისევ გრძნობდეთ, რომ გავიჭედეთ და ინტერესი დაგვეკარგა საქმის მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც და მაინც საჭიროა აქ საქმეს თავი დაანებო, ან რაიმე ისეთ პრობლემებს წააწყდი, რომ ვერ გადალახავ. აქ უბრალოდ უნდა ჩაუღმავდეთ საკუთარ თავს და დავინახოთ, თუ რა გახდა ინტერესისა და მოტივაციის დაკარგვის რეალური მიზეზი. ხშირად საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ჩვენი საქმით არანაირი სარგებელი არ მოგვაქვს, ანუ პრობლემას ვქმნით იქიდან, რომ თავადვე ვიწყებთ საკუთარი საქმიანობის გაუფასურებას. თუ საკუთარ აზროვნებაში ყველაფერს გადავახარისხებთ, წესით დავინახავთ, რომ ჩვენი საქმე დიდი მისიის ნაწილია. თუ მოძებნი საკუთარ მიზეზს, ანუ რისთვისაც საქმეს აკეთებ, მეტი მოტივაცია და ენერგია მოგეცემა, ყველაფერი გააკეთო განვითარებისთვის, რაც შეგიძლია. პირადად მე ენერგიასა და მოტივაციას მალევე ვიბრუნებ, როცა თავს ვახსენებ, რომ ჩემი პროექტები და საქმიანობა ემსახურება იმას, რომ სხვებს დავეხმარო ახალი უნარებისა და ცოდნის ათვისებაში. ესაა ჩემი მოწოდება. ჩემი ვიდეოებით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით, მასტერკლასებზე და ტრენინგებზე დასწრებით, ან თუნდაც ჩატარებით, ვახსენებ საკუთარ თავს, რომ მისია მაქვს. სწორედ ესაა იმის გასაღები, რომ მოტივაცია არ მიქრება. დამატებით რჩევას მოგცემ, რომ თუ ამჟამად ცოტა დაკარგული ხარ, გადაავლე თვალი საკუთარ წარსულს, ანუ რა გიტაცებდა და რის გიკეთება გაბედნიერებდა. აქ შეიძლება მონახო საკუთარი მისია. მეტი დრო და ყურადღება მიმართე ერთ კონკრეტულ საქმეზე. ახლა არ დავიწყებ სცენიურ მონოლოგებით საუბარს, თუ რა გვაკლია წარმატებისთვის, ან ვინ რა შეცდომას უშვებს ცხოვრებაში. შემიძლია მხოლოდ ერთი ბარიერი დავასახელო ამ ეტაპზე, რაც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. ეს არის დროის დეფიციტი. გახსოვდეს ეს ოქროს წესი. რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას ვუთმობთ რაიმე საქმეს, მით უფრო გვიხვეწებით და უკეთესი ვხდებით ამ საქმეში. ამასთანავე მეტად და მეტად ძლიერი შედეგები იდება ამ საქმეში. ასე რომ, გსურს იყო წარმატებული მარკეტინგში, კონტენტ კრეატორობაში ან რომელიმე მსგავს საქმიანობაში, მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმი ამ საქმეს. არა მხოლოდ ლაპარაკს, რომ გინდა იყო ძლიერი კრეატორი და ასე შემდეგ, ან უცნებებს და ზედმეტად შორეულ მოვლენებზე ფიქრს. მაქსიმალურად კონცენტრირდი ამ კონკრეტულ საქმეში პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაზე. ყველას გსურს დიდი შედეგები, მაგრამ მოტივაციის პოვნა გვიჭირს უშუალოდ მოქმედების დასაწყებად. ჩათვალე, რომ აქ ეს სიზარმაცე კი არაა, უბრალოდ პრიორიტეტების არასწორად დალაგებაა. ასევე დაიმახსოვრე, რომ შენ აქ ხელს გიშლის არაკონსისტენტურობა. გააკეთე ფოკუსი მუდმივად ჩართულობაზე. არ ეცადო იდეალურობას, ან არ გქონდეს მოლოდინი, რომ განვითარების პროცესში მუდმივად ყველაფერს მარტივად და კარგად აკეთებდე. ზოგჯერ მცირედი მოტივაციის ნაკლებობა ნორმალურია. თუ თქვათ პაუზა აიღე რაიმე საქმეში და ახლა ისევ თავიდან გიწევს დაიწყო ყველაფერი. გაახსენე საკუთარ თავს, რომ მეტი ენერგიულობა და მოტივირებულობა თანდათან მოვა, როცა მაქსიმალურად აქტიურობ და დიდ დროს უთმობ საქმეს. დღეისთვის სულ ეს იყო, დაელოდეთ ხვალინერ რჩევებსაც, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეებს.